კოსმოსში არაერთ განვითარებულ თუ დიდი რესურსების მქონე ქვეყანას უამრავი სამხედრო ჯაშუშური დანიშნულების თანამგზავრი აქვს გაშვებული. ასეთებია შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა, ევროპის ქვეყნები და ასე შემდეგ. ანუ ეს ხელოვნური სატელიტები მხოლოდ სატელეკომუნიკაციო თუ ჰიდრომეტეოროლოგიურ ფუნქციებს არ ასრულებენ. კოსმოსის ათვისების პოტენციალი შესაძლოა დაპირისპირების ახალ მასშტაბებში გადაიზარდოს. არც ისე შორეულ მომავალში და ამაზე უკვე არაერთი სამხედრო თუ პოლიტიკური ექსპერტი საუბრობს. მაგალითად, ჩინეთმა და რუსეთმა უკვე კარგად წარმოაჩინა, რომ მათ შეუძლიათ და შესაძლოა სურთ კიდეც ახლო მომავალში დაიწყონ კოსმოსური ომი. ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური ძალების შტაბის დირექტორმა თქვა, რომ რუსეთის მიერ 2021 წელს ამერიკული თანამგზავრის განადგურება იყო განსაცვიფრებელი წარმოდგენა. მისივე თქმით, ამერიკა ამას განიხილავს როგორც მესიჯსა და შესაძლებლობის დემონსტრირებას. თუკი თანამგზავრებს თავს დაესხმებიან, ამან შეიძლება გამოიწვიოს დედამიწაზე GPS სისტემების, საბანკო სისტემების, ელექტროქსელების, პირველადი რეაგირების კომუნიკაციების, სამხედრო ოპერაციებისა და სხვათა დაზიანება. ეს მხოლოდ ერთი პატარა დეტალია იმ უზარმაზარი უარყოფითი შესაძლო შედეგის, რაც ამ ომს კოსმოსიდან შეიძლება მოხვდეს. სხვა რამის წარმოდგენაც კი არ მინდა. რუსეთისა და ჩინეთის კოსმოსური და ზოგადად სამხედრო გეგმები ფაქტობრივად დახურულია. არც მე ვარ სამხედრო ექსპერტი და ამ საკითხებში დიდად გარკვეული, რომ ისეთი ფარული გზები ვიცოდე, რაც ამ ინფორმაციის მოპოვებაში დამეხმარება. ამიტომ ამ ეპიზოდში ნაკლებად ვისაუბრებ რუსულ და ჩინურ კოსმოსურ შეიარაღებაზე, რაც შედარებით ღიად ვიცით, ეს არის ამ მხრივ მეტნაკლებად გახსნილი სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური საიდუმლო შეიარაღების შესახებ. ამიტომ ამ სერიაში სწორედ ამაზე მოგიყვებით. როცა კაცობრიობის არსებობის ეგზისტენციალურ საფრთხეებზე ვსაუბრობთ, ხშირად წარმოგვიდგება ბირთვული ბომბები და ასტეროიდები, ან ჩვენი დაუოკებელი სურვილი მასიური განადგურების იარაღების შექმნისა, რომელიც კოსმოსიდან გვეცემ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ორივე შეიძლება ერთდროულად მოხდეს. ეს არის არმიის მოწყობის ყველაზე საშინელი იდეა და მიზეზი, რატომაც ასეთი რეალობა ყოვლად გამოუგნებელი იქნება. ყველაზე საშინელი სამხედრო იდეა – ომი კოსმოსიდან. ღმერთის ჯოხები. განვიხილოთ მაგალითად კინეტიკური დაბომბვა. მარტივად რომ ვთქვა, რაღაცის აფეთქება კინეტიკური ენერგიის გამოყენებით. აინშტაინმა გვაჩვენა, რომ მასა ენერგიად გარდაიქმნება. ეს არის ის უნიკალური ფორმულა, რომელსაც E უდრის mc კვადრატის სახელით ვიცნობთ. როცა მასას სიჩქარე ემატება, მიიღება კინეტიკური ენერგია, მოძრავი სხეულის ენერგია. თუ რამე მოძრაობას შეაჩერებს, მიიღება თანაბარი და საპირისპირო რეაქცია. ეს ნიუტონის მესამე კანონია. ობიექტის მასისა და სიჩქარის მიხედვით, მისი შეჩერების მცდელობა შეიძლება გახდეს აფეთქების საფუძველი. ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ 1950-იან წლებში დაიწყო ამ კონცეფციის გამოყენება. იარაღით სახელად Lazy Dog, ზარმაცი ძაღლი. ეს ნაკლებად ჰგავდა ბომბს, უფრო მეტად ტყვიებს ემსგავსებოდა, პატარა 9 ინჩის დიამეტრით. სამხედროები ამ პატარა ტყვიებს მტრის პოზიციაზე ყრიდნენ ჰაერიდან, რაც ქმნიდა გიგანტური მექანიკური სროლის ეფექტს. შემდეგი, ლოგიკური ნაბიჯი იყო კიდევ უფრო დიდი და მძიმე ობიექტის ჩამოგდება, უფრო მეტი სიმაღლიდან, მაგალითად კოსმოსიდან. ეს იდეა დაკავშირებულია ჯერი პერნელთან, ბოინგის ოპერაციული კვლევების სპეციალისტთან 1950-იან წლებში. მან გამოთქვა თეორია, რომ ტელეფონის საყრდენის მსგავსი ტანგსტენოვანი ჯოხები შესაძლებელი იყო დედამიწის ორბიტიდან ჩამოეგდოთ, რაც სამიზნეს გაანადგურებდა. თუ თვითმფრინავიდან ტყვის ჩამოგდება სროლას ჰგავდა, მაშინ სივრციდან ლითონის ჯოხის ჩამოგდება შესაძლოა ბირთვულ ბომბს უდრიდეს. ამ იარაღს ხშირად ეძახდნენ ღმერთის ჯოხებს. სახელი თავისთავად ყველაფერზე საუბრობს. თუმცა ეს იდეა მხოლოდ თეორიულადაა მარტივი. პრაქტიკაში კი ამ იდეის ლოგისტიკა გაცილებით რთულია, ვიდრე პერნელს შეეძლო წარმოედგინა. საბედნიეროდ 1950-იან წლებში შეერთებულ შტატებს არც ერთი დიდი ორბიტალური ობიექტი არ ჰქონდა, რადგან უზარმაზარი ტანგსტენოვანი ჯოხების გაშვება შეუძლებელი იყო. ასე რომ ეს იდეა ფანტაზიის დონეზე დარჩა.
თუმცა მოგვიანებით, მრავალი ათეული წლის შემდეგ, 2003 წელს, შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა ოფიციალურად წარმოადგინა პროექტი, რომელსაც ჰიპერველოსიტური ჯოხების ნაკრები ეწოდა. იგივე ღმერთის ჯოხები. თითოეული ჯოხი იყო 7 მეტრის სიგრძის და 30 სანტიმეტრი დიამეტრის, მზადდებოდა ტანგსტენით და 8-9 ტონას იწონიდა. ტანგსტენი ისეთი იშვიათი და განსაკუთრებული მეტალია, რომელსაც ყველაზე მაღალი დნობის ტემპერატურა აქვს. დაახლოებით 3422 გრადუსი ცელსიუსით, რაც ნიშნავს, რომ ატმოსფეროში დაბრუნებისას არ იწვება. მასითა და სიმკვრივით ოქროს წააგავს, ხოლო სიმტკიცით რკინას სჯობს. აი, ამიტომაც გამოიყენება ამ იარაღში. რადგან ჯოხები დედამიწის ორბიტიდან იყრებიან, მათ აქვთ უზარმაზარი კინეტიკური ენერგია, დაახლოებით 8 კილომეტრ/წამში სიჩქარე. ატმოსფეროში შემოსვლისას სიჩქარის ნაწილი შენელდება, თუმცა ჯოხი მაინც დიდი დარტყმით მიაყენებს ზიანს სამიზნეს. მისი ენერგია პატარა ბირთვულ ბომბს უტოლდება. ღმერთის ჯოხები ხშირად წარმოდგენილია როგორც ბუნკერული იარაღი, სპეციალურად შექმნილი მიწისქვეშა სამიზნეების, მაგალითად ბირთვული ბუნკერების გასანადგურებლად. მათი კიდევ ერთი დიდი უპირატესობა არის სიჩქარე. ის მიზანს ხვდება 12-15 წუთში. ასევე მათი მცირე ზომა და სწრაფი რეაგირება საშუალებას არ აძლევს მტრის ძალებს ადვილად მოიგერიონ თავდასხმის სისტემებით. ამ საშინელი და სახიფათო იდეის ფონზე ეს ღმერთის ჯოხები ნამდვილად არ არის, სახელიც კი გამაღიზიანებელია. უკვე ვნახეთ, რომ ჯოხების ორბიტიდან ჩამოგდება მხოლოდ თეორიულია. ახლა კი რა პრობლემებს ვაწყდებით და რატომა ასეთი ირეალური ეს სისტემა რეალურ სამყაროში? პირველი პრობლემაა, ორბიტიდან ნივთის ჩამოგდება ასე მარტივი არაა. დედამიწის დაბალი ორბიტიდანაც კი გრაფიტული სიმძლავრე თითქმის იგივეა, რაც ზედაპირზე. ნივთი ორბიტაზე ქანქარასაბით ქანქარებს, არა იმიტომ, რომ გრავიტაცია იქ არ მოქმედებს, არამედ იმიტომ, რომ ის მოძრაობს ისე სწრაფად, რომ მუდმივად ეცემა დედამიწისკენ. უბრალოდ ეცემა ისე, რომ თან არ ეცემა ზედაპირზე. ანუ, თუ ჯოხს უბრალოდ გავუშვებთ დედამიწის მიმართულებით, ის ჩაეჭიდება ორბიტალურ პლატფორმას, ის მასთან ერთად შეინარჩუნებს კუთხურ იმპულსს და არ ჩაეშვება პირდაპირ ზედაპირისკენ. მეორე, თუ ვცდით ჯოხი პირდაპირ დედამიწისკენ ვისროლოთ, პლატფორმას, რომელიც ისრვის, უნდა ჰქონდეს უფრო მეტი მასა, ან უფრო რთული სისტემა, რაც არ გამოიწვიოს უკუსვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში პლატფორმა უბრალოდ გაექანება კოსმოსური ვაკუუმის უწონადობაში. ეს ტექნიკურად იგივე გამოწვევა იქნება, რაც ველოსიპედით ძალის პროპორციული გადანაწილებით მოძრაობა. მუხტის დაცვა. თეორიულად კი ამ პრობლემის აღმოსაფხრელად პლატფორმა უნდა იყოს უზარმაზარი, ან სასროლი სისტემები უნდა მუშაობდნენ ფრთხილად, რაც თავის მხრივ ძვირად ღირებული და ძნელად განხორციელებადი ხდება. მესამე, ჯოხი ორბიტაზე ფლობს როგორც ქვევით მიმართულ სიჩქარეს, ისე გვერდით დედამიწის როტაციის მიმართულებით. ამას გარდა დედამიწის შიდა ატმოსფერული გავლენები, ქარი და სხვა გარემოებები. ატმოსფეროში შესვლისას მასზე იმოქმედებს ჰაერის ხახუნი, სიჩქარის შემცირება, ობიექტის კალაპოტური ცვლილებები. ყველა ეს ფაქტორი იმოქმედებს მის ტრაექტორიაზე. ცილინდრის ფორმა განსაკუთრებით პრობლემური არის. ცილინდრები ბუნებრივად იხრებიან გვერდზე და იბრუნებენ მიმართულებას. ყოველივე ამას ჰაერის დინებები რომ დავუმატოთ, მიზანზე ზუსტ დარტყმას შეუძლებელს გახდის. მეოთხე, ტექნოლოგიური გამოსავალი, რომელიც მოგვაგვარებინებს ამ პრობლემებს, იქნება რაღაც ჰიბრიდი, რაკეტის ძრავები და აეროდინამიკური მართვის ელემენტები. მაგალითად, Grid Fancy, როგორც გამოიყენება SpaceX-ის მრავალჯერად რაკეტებში. რაკეტის ბუსტერი წარმატებით ამცირებს კუთხურ იმპულსს და მართავს ტრაექტორიას გასაშვებ პლატფორმაზე, სიზუსტით დასაბრუნებლად. მაგრამ რაკეტის ბუსტერი არის რთული, ინტეგრირებული სისტემა. საწვავის აბზები, მილები, მართვის სისტემები, ბორტკომპიუტერი, ელექტრომექანიკური სისტემები. მოკლედ, ეს არაა ჯოხი, ეს არის სრულფასოვანი რაკეტა. თუ ასეთივე შესაძლებლობებით აღჭურვილი ობიექტი გვინდა, მაშინ ის უკვე აღარ გამოვა ღმერთის ჯოხი. გვექნება სამხედრო რაკეტა, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს სამიზნე ადგილზე და გაანადგუროს. ეს კი ახალი პრობლემაა, რაკეტის ჩამოგდება მტრების თავზე. პირველადი მიზეზია, რომ ეს ჰიპოთეტური იარაღი არ არის კარგი იდეა, რომ მისი გამოყენება საჭიროებს ისეთ აქტიურ კონტროლსა და ტექნოლოგიურ კონკურენციას, რაც მოითხოვს აბსურდულ ეკონომიკურ და სტრატეგიულ საფასურს. პირველ რიგში ორბიტალური გაშვების ტექნოლოგიები, ასევე ორბიტალური შენარჩუნებისა და მყისერი მანევრის მოწყობილობები. მეორე, ასეთი სისტემა ადრე თუ გვიან ექნება ყველას და გახდება ერთმანეთთან სახიფათო რბოლის იარაღი. ყველაზე სწრაფად და ზუსტად ვისი ჯოხი ჩამოვარდება სამიზნეზე. და მესამე, შესაძლოა ასეთმა სისტემამ შეარყიოს არსებული სტაბილურობა, რადგან მეტწილად შექმნის პოლიტიკურ კრიზისს სამხედრო დაპირისპირებასთან ერთად. მოკლედ რომ ვთქვა, ღმერთის ჯოხები არის კინეტიკური ენერგიის გამოყენების იდეალურად ბრწყინვალე იდეა. რეალურად კი მასზე მუშაობა მოითხოვს გაცილებით მეტს. რთულ ორბიტალურ მანიპულაციებს, მაღალ ტექნოლოგიურ ინტეგრაციას, დიდ ხარჯებსა და შედეგებს, რომლებიც სწრაფად შეიძლება ნეგატიურად განვითარდეს. სინამდვილეში ასეთი სისტემა უფრო მომგებიანი იქნებოდა როგორც პოლიტიკური და სტრატეგიული დანიშნულებით.
მისი არსებობის შემთხვევაში მკვეთრად შეიცვლება პოლიტიკური და სამხედრო ბალანსი პლანეტაზე, რომელიც შეცვლის საერთაშორისო ურთიერთობებს და წარმოშობს დაუოკებელ რბოლას, რაც საბოლოო ჯამში მსოფლიოში გაზრდის დაუცველობის შეგრძნებას. საბოლოო კვლევით, თუ რეალურად გსურს თავი დავიცვათ დიდი საფრთხეებისგან, ბირთვული ომებისგან, კლიმატური კატასტროფებისგან ან ინფექციებისგან, საუკეთესო იქნება ყურადღების ცენტრში მოვაქციოთ რეალური რისკები. გამომყაროთ საერთაშორისო კონტროლი და გლობალური თანამშრომლობა, ვიდრე უზარმაზარი რესურსები დაიხარჯოს ისეთი იარაღის განვითარებაში, რაც მხოლოდ ამოხოცვას მოგვიტანს. ანუ, ბოლოს და ბოლოს გადავიდეთ თვითგანადგურების რეჟიმიდან განვითარების ეტაპზე. ეპიზოდის ამ ნაწილში მიმოვიხილე კინეტიკური დაბომბვის მოსაზრება სახელწოდებით ღმერთის ჯოხები Rods from God. იდეა საბრძოლო დანიშნულების ორბიტული ობიექტების მიზნობრივი ჩამოგდება დედამიწის ზედაპირზე. გაგაცანით ისტორიული კონტექსტი, ტექნოლოგიური შეზღუდვები, ფიზიკური პრინციპები და ტაქტიკური სტრატეგიები. დასტურდება, რომ თეორიული აღდგენების მიუხედავად რეალურ პირობებში ინიციატივა მნიშვნელოვნად შეიზღუდება ორბიტალური მექანიკის, აეროდინამიკის, მართვის სისტემების და ეკონომიკის მკვეთრი პრაქტიკული დაბრკოლებებით, რის გამოც მისი გამოყენება დაბალებექტიანი, მაღალხარჯიანი და საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით რისკიანია. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად კოსმოსური შეიარაღების სტანდარტები და ტექნოლოგიები იზრდება, იხვეწება და შეუჩერებლად ვითარდება. ვიდეოს მეორე ნაწილში უკვე დეტალურად გაგაცნობთ თანამედროვე ამერიკულ პოტენციალს მთელი თავისი საიდუმლოებებით. ხატრული ტექსტი იქნება თუ დავსვამ კითხვას, რა მოგაპირდება პირველივე წამს, როცა კოსმოსურ ომზე გაიფიქრებ. ალბათ ლაზერები, აფეთქებები და გიგანტური კოსმოსური ხომალდების შეჯახება. სურათი პირდაპირ ვიდეო თამაშიდან ან ფილმიდან ვარსკვლავური ომები. იმის მიუხედავად, რომ ასეთი ვარსკვლავთშორისი ბრძოლის სცენები ზოგჯერ რეალობაში გაქცევის მიზეზს იძლევა. მომავალში ასეთი კონფლიქტი სინამდვილესთან უფრო ახლოს არის, ვიდრე სამეცნიერო ფანტასტიკასთან. ომი კოსმოსში შესაძლოა გარდაუვალი იყოს, მაგრამ ის არ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე ვნახეთ. ამ წუთს მსოფლიოს უდიდესი ძალები სახავენ გეგმებს დაბალ ორბიტაზე იარაღების განთავსებისთვის და ქვეყანა, რომელიც პირველი გაბედავს მოქმედებას, ახალი კოსმოსური რბოლის დაწყებას გამოიწვევს, რასაც შესაძლოა საშინელი შედეგები მოჰყვეს, როგორც პირველ ნაწილში აღვნიშნე. ვინ იქნება პირველი? 2025 წლის იანვარში ერთ-ერთი პირველი აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც დონალდ ტრამპმა გამოსცა, ითხოვდა ეგრეთ წოდებულ ოქროს გუმბათს ამერიკის თავზე. ეს რა თქმა უნდა არ არის ნამდვილი ხილული გუმბათი, მით უმეტეს არც ოქროსი. ტრამპი მოითხოვდა კოსმოსზე დაფუძნებულ საჰაერო თავდაცვის სისტემას, რათა ამერიკა დაეცვა ჰიპერბგერითი იარაღის ახალი თაობისგან, ტექნოლოგიისგან, რომელსაც უკვე რუსეთი და ჩინეთი ავითარებს. ბგერაზე სწრაფად მოძრავი რაკეტები ფაქტობრივად კოსმოსური ფრენის ტექნოლოგიაა. ყველაფერი, რაც ვისწავლეთ რაკეტების რავების, ორბიტალური მანევრების, ნავიგაციისა და დედამიწის ატმოსფეროში დაბრუნების შესახებ, ამისთვის იქნება გამოყენებული ახალი ტიპის ბომბის ჩამოსაგდებად. ანუ მიზანი აღარ არის უსაფრთხო და რბილი დაშვება, მიზანი არის ჩამოგდება და აფეთქება. დავიწყებ დედამიწიდან. 2011 წელს ისრაელმა ოფიციალურად განაცხადა თავისი ეროვნული რაკეტული თავდაცვითი სისტემის Iron Dome, იგივე რკინის გუმბათის შესახებ. იგი შექმნილია მოკლე მანძილიანი რაკეტების გამოვლენისა და მათი განადგურებისთვის. ძირითადად 4-დან 70 კილომეტრის მანძილზე შეტევებთან გასამკლავებლად. გუმბათს აქვს სამი ფენა. პირველი აღმოჩენა, მიწაზე განთავსებული რადარები ამჩნევენ გასროლებს და აკვირდებიან მათ. მეორე, ბრძოლის მართვა. კომპიუტერული სისტემა განაწილებს მომავალი რაკეტების პრიორიტეტებს მოსახლეობის სიმჭიდროვიდან გამომდინარე. მესამე, ინტერცეფცია. მცირე ტიპის რაკეტები განადგურებენ მათ ფრენის დროს. ეგრეთ წოდებულ რკინის გუმბათს აქვს 90%-იანი მაჩვენებელი. იგი ძირითადად განკუთვნილია პატარა, არამიზნობრივი რაკეტების მცირე ინტენსივობის თავდასხმის აღსაკვეთად. თითოეულ მიწისზედა სადგურს შეუძლია 150 კვადრატული კილომეტრის დაცვა და ერთ შეტევაზე რკინის გუმბათის გააქტიურების საშუალო ღირებულება დაახლოებით $1 მილიონი. ახლა წარმოიდგინეთ ამ მასშტაბის გაზრდა კონტინენტურ მიმართულებაზე, რასაც შეერთებული შტატების დაცვა უნდა შეეძლოს. ეს მარტივი საქმე არ არის. საუბარი გვაქვს ფართობზე, რომელიც ისრაელზე დაახლოებით 8600 ჯერ დიდია. აგრეთვე საუბარია მოწინავე საფრთხეებზე, ვიდრე პატარა რაკეტები ქმნის. ჩინეთმა და რუსეთმა გასული 10 წლეულის განმავლობაში შექმნეს რამდენიმე შემაშფოთებელი ახალი იარაღი. და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი არ არიან ამერიკის პირდაპირ სამხედრო მოწინააღმდეგები, ისინი რაკეტებს გართობისთვის არ ქმნიან. ყველაზე დიდი საფრთხეა ჰიპერსონიკური გლაიდი. ეს არის მომავლის იარაღი, ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტა, კოსმოსური ხომალდი, საბრძოლო ჯეტი, ყველაფერი ერთად დახვეწილ პაკეტში. დავიწყებ საფუძვლებით. ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტა და თანამგზავრების ორბიტაზე გაშვების რაკეტა. არსებითად ერთი და იგივე ტექნოლოგიაა. ასე იყო ყოველთვის.
პირველი რაკეტმზიდი ბუსტერია, რომელსაც საბჭოთა კავშირი და ამერიკა 1950-იან წლებში იყენებდნენ. განსხვავება არის სიტყვაში ბალისტიკური. ასე რომ, როდესაც ტრადიციული რაკეტის პირველადი ეტაპი, მაგალითად SpaceX-ის Falcon 9-ს სატვირთო განყოფილება გაყავს კოსმოსში, ის საწვავს გადასცემს ზრავს და უფრო მაღლა ადის ორბიტაზე. ბალისტიკური რაკეტის შემთხვევაში პირველი სტადია გათიშვით მთავრდება, როდესაც ხომალდი უწონადობაში გავა. შემდეგ დატვირთვა მოდის ბალისტიკურ ტრაექტორიაზე, ანუ ის მიფრინავს როგორც ჭურვი. მას არ აქვს საკუთარი სისტემური პროპულსია ან ნავიგაცია. ასე რომ ტვირთი, რომელშიც ბომბია, გაგრძელებს ფრენას თავისი ინერციით, მიაღწევს უმაღლეს წერტილს და შემდეგ დედამიწაზე დაიწყებს დაშვებას. ამ ტიპის ინტერკონტინენტური თავდასხმა უფრო ადვილად დაცვაც ქმნის ტერიტორიას, რადგან როგორც კი ბომბი განცალკევდება ბუსტერისგან, რადარით ძალიან მარტივია მისი დარჩენილი ნაწილის ფრენის ტრაექტორიის გამოთვლა. შეგიძლია დაარტყა ბომბს და საფრთხე გაუვნებელყო. ამ შემთხვევაში გამოყენებულია კინეტიკური ინტერცეპტორები. ანუ ჩვენ არ ვუგზავნით მეორე რაკეტას, რომელიც აფეთქდება შეჯახებისას. საკმარისია ბომბს რაღაც მყარი ობიექტი დაეჯახოს და ფიზიკა ყველაფერს მოაგვარებს. ამერიკის შეერთებული შტატების დაცვისთვის ეს არ არის ის ძირითადი გეგმა, რომელმაც ქვეყანა ატომური საფრთხეებისგან უნდა დაიცვას მრავალი 10 წლეულის განმავლობაში. ამერიკას აქვს მიწაზე დაფუძნებული ინტერცეპტორის სადგურები ალასკაში, კალიფორნიასა და ნიუ-ინგლენდში. ვაშინგტონი კი ერთადერთი ქალაქია, რომელსაც საკუთარი მიწის ზედა საჰაერო თავდასხმის სისტემა აქვს, მაგრამ ეს არის 21 საუკუნის ახალი მიღწევა. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, რომ შევქმნათ იარაღები, რომლებიც შეუდარებლად ჭკვიანი და უფრო მანევრული იქნება, ვიდრე ბალისტიკური რაკეტებია ამჟამად. აქვე ჩნდება ჰიპერსონური გლაიდერიც. მის გასაშვებადაც საჭირო რაკეტის ბუსტერის გაგზავნა, რათა მაღალ სიმაღლეს დედამიწის ატმოსფეროში და მის ზემოთ მალე მიაღწიოს. განსხვავება ისაა, რაც ხდება ბუსტერისა და ბომბის განცალკევების სტადიის შემდეგ. ბალისტიკური ჭურვის მძლავრი გათავისუფლების ნაცვლად, გლაიდერი აანთებს თავის რაკეტულ ძრავას და დაიწყებს სივრცეში ნავიგაციას. ამ მომენტში გლაიდერი შეძლებს დარჩეს მიმდინარე სიმაღლეზე, ან ავიდეს უფრო მაღლა, ან დაეშვას დაბლა, მაგრამ რაღაც მომენტში ის დედამიწისკენ დაბრუნებას დაიწყებს. თუ ოდესმე გინახავთ SpaceX-ის Starship-ის დაბრუნება დედამიწაზე და მაღალი ალბათობით ჩემს მაყურებელს ეს დანახი აქვს. იცით როგორ მიდის პროცესი? Starship-ის ზედაგანყოფილება მინიატურული ჰიპერსონიკური გლაიდერის მსგავსია. ის ნახევარ მსოფლიოს ისე გადის, რომ დიდი ორბიტალური გზა არ აქვს. სუბორბიტალური ტრაექტორიის შემდეგ ატმოსფეროში შედის და ზედაპირზე მდებარე მიზანს უსწორებს. როცა Starship-ი ატმოსფეროში შედის, მისი სიჩქარე 25000 კმ/სთ-ზე მეტია. ეს არის ჰიპერსონიკური, ანუ ჰიპერბგერითი სიჩქარე. ჰიპერბგერითი უდრის 5 ჯერ მეტ ბგერის სიჩქარეზე. ხმის ბგერის სიჩქარე დაახლოებით 1200 კმ/სთ-ია. ჰიპერსონიკური იარაღებიც იმავე ტიპის სიჩქარით მოძრაობენ. დაინახავთ, რომ როცა Starship-ი ატმოსფეროში შემოდის, მის ირგვლივ წითელი გარსი ჩნდება. ეს პლაზმა წარმოიქმნება, როცა აირი იმდენად ძლიერად შეიკუმშება, რომ მოლეკულები ძალიან შევიწროვდება, ერთმანეთს ეჯახება და თავისუფალ იონებს უშვებს. ესაა განუწყვეტელი ელექტროფიცირებული მოძრაობა, ზუსტად იმ ნივთიერების, რომლითაც მზე შედგება. და რადგან პლაზმა ელექტრონული ბუნებისაა, იგი რადარსა და რადიოტალღებს ჩრდილავს. ეს იმას ნიშნავს, რომ კლასიკური რადარით ობიექტის სვლას ვერ დავაკვირდებით. როცა ხომალდი, მაგალითად Space Shuttle ან ეკიპაჟიანი კაფსულა დედამიწაზე ბრუნდება, რეენტრის დროს მიწის კონტროლთან კომუნიკაციის წყვეტის პერიოდი ფიქსირდება. Communications blackout. SpaceX-ი ამას Starlink-ით არეგულირებს. კომუნიკაცია დედამიწისკენ რომ წავიდეს, პირველ რიგში სატელიტზე მიემართება, მაგრამ ჰიპერსონიკური იარაღების შემთხვევაში, როგორც კი ატმოსფეროში შედის, პლაზმის დაგროვება იარაღს მიწაზე დადგმული რადარისთვის უხილავს ხდის. ამის გარდა ის იმდენად სწრაფად მოძრაობს, რომ თუნდაც მისი მონიტორინგი შეგვეძლოს, კინეტიკური ინტერცეპტორით მის გაკავებას ვეღარ მოვახერხებთ. ვუბრუნდები Starship-ის მაგალითს. როცა კი ატმოსფეროს ფენებს მიუყვება, დიდი ბარიერით ნელდება. პლაზმის ღრუბელის გაქრობის მომენტში მისი სიჩქარე 10000 კმ/სთ-ზე ნაკლებია. ეს ჯერაც ჰიპერსონიკურია, მაგრამ მნიშვნელოვნად ნელი, ვიდრე დაწყებისას იყო. ეს არის დიზაინის შედეგი. Starship-ი განკუთვნილია ატმოსფეროში დამოხრუჭებისთვის და უსაფრთხო დაშვებისთვის. ჰიპერსონიკური გლაიდერის შემთხვევაში განსხვავებული სიტუაცია. ეს მინიატურული 1-2 ტონის მასის მქონე ობიექტია. ისრის ფორმის სხვირი, გლუვი მრუდიანი ზედაპირით, რაც მაქსიმალურად მცირე წინააღმდეგობას იწვევს. შესაბამისად, რეენტრის შემდეგ მას მეტი სიჩქარე აქვს Starship-თან შედარებით. გლაიდ ფაზაში ატმოსფეროში დაფრინავს და მანევრირებისთვის აეროდინამიკურ მართვას იყენებს, როგორც სუპერსონიკური იარაღის მქონე თვითმფრინავი. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც ვიპოვოთ და მიწიდან ინტერცეპტორები ვესროლოთ. იგი მიმართულება შეიცვლის, თავდაცვით ქსელს აცდება და რაც ყველაზე უარესია, ზუსტად არ ვიცით სად წავა. რაც თავდაცვისთვის მეტ პრობლემას ქმნის. საკმაოდ საშიში არა?
ამ იარაღის ტექნოლოგია უკვე არსებობს. რეალურად რუსები და ჩინელები იჩემებენ, რომ აქვთ. ისინი ჯერ აგვირდებიან, სანამ ასეთი იარაღის გამოცდა საჯაროდ არ მოხდება ამერიკის მიერ, მანამ თავადაც მალავენ. მაგრამ ორივე ქვეყანას აქვთ წარმატებული კოსმოსური პროგრამების ისტორია, ასე რომ წარმოუდგენელია ვთქვათ, რომ მათ ამის გაკეთება არ შეუძლიათ. ცხადია, ამერიკაც ფლობს ჰიპერსონიკურ იარაღებს, მაგრამ თავდაცვა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თავდასხმა არაფერს ნიშნავს ზოგადი დაცვის გარეშე. ვუბრუნდები დონალდ ტრამპის ოქროს გუმბათის იდეას. საუკეთესო იმედი, რომ ამ ინტერკონტინენტურ ჰიპერსონიკურ იარაღებს შევქმნით, არის მათი ტრეკინგი და მათი ინტერცეფცია მონაცვლეობისა და ატმოსფეროში დაბრუნებამდე. ყველაზე მოწყვლადი ფაზა არის ბუსტ ფაზა, რადგან რაკეტა მანევრირებას არ ახდენს. ის პირდაპირ მიჰქრის. მისი ტრეკინგი, ანუ თვალის მიდევნება და დაზიანება ადვილია, მაგრამ ჩინეთიდან გაშვებული რაკეტის ამერიკული რაკეტით ინტერცეფცია პრაქტიკულად შეუძლებელია. მანძილი დიდია, ამიტომ გჭირდება კოსმოსი. სატელიტებისგან შემდგარი ქსელი, რომელსაც შეეძლება ბუსტ ფაზის მიზნების დანახვა. დედამიწის დაბალ ორბიტაზე განთავსებული ტრეკერებითა და ინტერცეპტორებით უკეთ დაინახავს გაშვებულ ბუსტერებს და გაუშვებს კინეტიკურ პროექტილებს, რომ ბუსტერი დააზიანოს. თუნდაც გლაიდი რომც გამოიყოს, შესაძლებელი იქნება კოსმოსში გეოტრეკინგით დაიჭირონ. უარეს შემთხვევაში, თუ გლაიდი უკვე ატმოსფეროში შემოვა და რეენტრი დაიწყება, სატელიტური ტრეკერი ინფრაწითელი თერმული გამოსხივების მიხედვით მიჰყვება მას სრულად. რადარის დაბლოკვა პრობლემა აღარ იქნება. მიწაზე განთავსებული ინფრაწითელი ტრეკინგი უფრო რთულია, რადგან თანამედროვე გარემოდან გამომდინარე ბევრი ხელშეშლა. სწორედ ამიტომ ჯეიმს ვების ტელესკოპი დედამიწიდან მილიონი კილომეტრის ჩორს არის გამწესებული. მას არ სჭირდება ინფრაწითელი დაკვირვების ჩართვა. გამოყენებადი ინფრაწითელი ტრეკინგი შეიძლება ალასკის ტუნდრაში განთავსდეს, სადაც გარე რადიაციის წყაროები უმნიშვნელოა. ასე რომ კოსმოსური ტრეკინგი შეიძლება განამტკიცოს და გაუმჯობესოს მიწაზე დამაგრებულმა ინტერცეპტორებმა. თუ საფრთხე მიწიდან ორბიტაზე მეტად ახლოს მივა, მაშინაც შეგვიძლია სატელიტური მონაცემებით მივხვეთ და მიწიდან ვესროლოთ. ოქროს გუმბათი კარგი დიაჯღერს. რადარი ხაზის ხედვის ტექნოლოგია. ამიტომ თუ გლაიდი დაბალ სიმაღლეზე ჩამოვა და საკმაოდ ჩორს იქნება, რადარისთვის უხილავი შეიძლება გახდეს, სანამ ძალიან ახლოს არ გამოჩნდება. ამ დროს კი მოქმედება უშედეგო შეიძლება იყოს. ოქროს გუმბათი კარგი დიაჯღერს. ალბათ ყველა ამერიკელი მშვიდად დაიძინებს, თუ ასეთი სისტემა მათ თავზე იდგება, მაგრამ როგორ განიხილება ეს პრაქტიკულად? სატელიტებით ქვეყნის დაცვა რთულია. ერთი ვარიანტია გეოსინქრონული ორბიტა. იქიდან სატელიტი მუდმივად ქვეყნის თავზე დარჩება. თუმცა გეოსინქრონული ორბიტის სიმაღლე 35000 კილომეტრია. ეს ძალიან შორსაა და რაკეტის ინტერცეფციას იქ ვერ ჩაუვლი. ამიტომ საჭიროა დედამიწის დაბალი ორბიტის გამოყენება. ასეთ ორბიტაზე სატელიტები დედამიწას 90 წუთში ერთხელ შემოუვლიან. აქედან გამომდინარე პლანეტის უწყვეტი კონტროლისთვის დაახლოებით 1900 სატელიტი იქნება საჭირო. ბევრი, მაგრამ არა წარმოუდგენლად ბევრი. SpaceX სტაბილურად ამჟამად 7000-ზე მეტი Starlink სატელიტი აქვს ორბიტაზე. უბრალოდ ისინი იარაღით აღჭურვილ პლატფორმებთან შედარებით ბევრად მარტივი მოწყობილობაა, მაგრამ ქსელის მასშტაბის სახიფათოდ იკლებს. ამერიკის კოსმოსური გაშვების შესაძლებლობები სწრაფად იხვეწება. Starship-ისა და Blue Origin-ის, ასევე New Glenn-ის მსგავსი გამყვანი რაკეტები, რომელთა მრავალჯერადი გამოყენება შესაძლებელი უფრო იაფ ოპერირებას იძლევა დიდი ობიექტების ორბიტაზე გასატანად. თუმცა ეს ტექნოლოგიები ჯერ ბოლომდე გამოსაყენებლად არ არის დამტკიცებული, მაგრამ პერსპექტივა დიდია. უკვე არსებული ინფრასტრუქტურაც, მაგალითად SpaceX Falcon Heavy და ULA Vulcan Centauri შეგვიძლია გამოვიყენოთ საჭიროების შემთხვევაში. თუმცა, თუნდაც ხელმეორედ გამოყენებად რაკეტებთან ერთად, პროცესი იაფი არ იქნება. 2000-დან თითოეული თავდაცვითი სატელიტის მშენებლობის ღირებულება დაახლოებით $9 მილიონი. თუ მათ განთავსებისა და გაშვების ხარჯებსაც დავუმატებთ, თლიანი ინვესტიცია 15-დან 25 მილიარდ დოლარამდე იზრდება. ეს დიდი ფულია, მაგრამ შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტის კონტექსტში ისტორიულად არ არის ზვირი. სატელიტების შენახვის მუდმივი ხარჯი წელიწადში 3-5 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება, თუ თითო სატელიტის საშუალო სიცოცხლე 5 წელს გავითვალისწინებთ. დაბალ ორბიტაზე განთავსებულ სატელიტებს ატმოსფეროს მცირე წინააღმდეგობა შეაფერხებს. ისინი დროთა განმავლობაში შენელდებიან. ამიტომ ან მათში რიბუსტი უნდა გაკეთდეს, ან ძველი მოიხსნას და ახლით ჩანაცვლეს. მაგალითად, SpaceX-ის Starlink-ის სატელიტები 5 წლის შემდეგ თვითონ იყინებიან და ატმოსფეროში იშლებიან. ოქროს გუმბათის მთავარი პრობლემა იქნება სამხედრო კოსმოსური რბოლა. თუ ამერიკის შეერთებული შტატები ამას გააკეთებს, ჩინეთი და რუსეთი მსგავსი ნაბიჯებით უპასუხებენ. ეს მნიშვნელოვნად ცვლის გლობალურ კონფლიქტს. თუ ყველა მხარე არის კოსმოსში დაცული, მაშინ პირველი საჩვენებელი დარტყმა უნდა დაიწყოს კოსმოსიდან. თავდაპირველად საჭირო იქნება დაცვითი სისტემა ამუშავდეს და გაანადგუროს, რათა მიწაზე თავდასხმა შესაძლებელი არ გახდეს. ეს ძალიან სწრაფად გადავა კოსმოსურ ომში, სადაც სატელიტები ერთმანეთს დაედევნებიან და გაანადგურებენ.
შედეგად კოსმოსში დაგვრჩება ბევრი დაზიანებული ობიექტი და ნაგავი, რაც სხვა ობიექტებსაც დააზიანებს და ნამსხვრევები მომრავლდება. საბოლოოდ დედამიწა პრაქტიკულად გარემოცული იქნება მეტალის ნამსხვრევებით და ადამიანებს აღარ ექნებათ სასიცოცხლოდ საჭირო გზა კოსმოსის მისაღწევად. შესაბამისად, თუ არ ვიქნებით ფრთხილად, ეს პროცესი შესაძლოა უბრალოდ მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ წავიდეს. ახლა ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ ეტაპზე ვართ. ოქროს გუმბათის იდეის თემაზე. ტრამპის ბრძანებაში განსაზღვრულია 3 ფაზა. ფაზა 1. 2025-26 წლებში ამერიკის კოსმოსური ძალები US Space Force შექმნის ოქროს გუმბათის გეგმას. დაიწყებენ პირველი პროტოტიპური სენსორების და ინტერცეპტორ სატელიტების განვითარებას და განთავსებას. ფაზა 2. 2027-30 წლებში ოქროს გუმბათი მიიღებს პირველ ოპერაციულ შესაძლებლობას. მიზანი არის ორბიტაზე 500-ზე მეტი სრულად ოპერაციული ინტერცეპტორი. ფაზა 3. 2030 წლის შემდეგ მოხდება გლობალური დაფარვა და ოქროს გუმბათის სრულ ოპერირებაზე გადასვლა. მალე ეჭვი აღარ დარჩება, რომ პირველ ნაბიჯს ამერიკა გადადგამს და დაიწყება ახალი, საშიში კოსმოსური რბოლა. საკითხავია ახლა ამაზე პასუხს სხვა მთავარი მოთამაშეები როდის გასცემენ. შედეგები რეალურად შეიძლება კატასტროფული იყოს. ვერ დაგაიმედებთ. რომ შევაჯამო, კოსმოსური შეიარაღება ეს არის ნებისმიერი გამოსადეგი იარაღი, სისტემა და ინფრასტრუქტურა, რომელიც განთავსდება ან გამოიყენება კოსმოსურ სივრცეში. მაგალითად, სატელიტები და ორბიტაზე განთავსებული პლატფორმები. მოიცავს ანტისატელიტურ იარაღებს, ლაზერებს, ინფრაწითელ რადარ ტრეკინგსა და ორბიტალურ ინტერცეპტორებს. მიზანი: სამხედრო სადაზვერვო უპირატესობის მიღწევა, კომუნიკაციების და ნავიგაციის მოშლა ან დაცვის უზრუნველყოფა. მთავარი რისკია ორბიტალური ნამსხვრევების სწრაფი გაფრქვევა, ესკალაცია და მშვიდობიანი კოსმოსის გამოყენების შეზღუდვა. ომი კოსმოსში ეს იქნება ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული და კომპლექსური კონფლიქტი, სადაც ბრძოლები მხოლოდ დედამიწაზე აღარ მოხდება, არამედ მთლიანად კოსმოსურ ორბიტაზე და იქ შექმნილ ინფრასტრუქტურაზე. მომავლის კოსმოსური ომი იქნება ბრძოლის ველი, სადაც ადამიანმა უნდა მოაგვაროს არა მარტო ტექნოლოგიური გამოწვევები, არამედ საერთაშორისო ნდობა, კონტროლი და მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკა, რათა კოსმოსი არ გადაიქცეს სრულ საფრთხედ და ნგრევად. რას ფიქრობ ამაზე? აუცილებლად დააკომენტარე და გამოთქვი შენი მოსაზრება. მოიწონე და გააზიარე ვიდეო და რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, გამოიწერე არხი. მომავალ შეხვედრამდე.